ეთერია. დღეს ჩვენი გადაცემა დაეთმობა დებატებს ბოლო პერიოდის ყველაზე ხმაურიან და აქტუალურ საკითხებზე. უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობა, გრანტების კანონი, სასჯელი კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების გამო. რამდენად პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ამ თემებზე ხელისუფლების ოპონენტების მოძებნა და დებატებზე დათანხმება ჩვენი გუნდისთვის რთული აღმოჩნდა. ადამიანთა ჯგუფი, ვისაც უშუალოდ ეხება ეს კანონმდებლობა, ვინც წლებია წავედ აკრიტიკებს მართლ გუნდს ამ გადაწყვეტილებების გამო, დღეს უარს ამბობს მაყურებლისთვის ყველაზე სანდო და რეიტინგული ტელევიზიის ეთერში ღიად გამოთქვა საკუთარი აზრი. არაფერს ვამბობთ იმაზე, რომ პერიოდულად თავად ითხოვენ ხოლმე პირდაპირ ეთერს იმედზე და ამ მოთხოვნით აქციებსაც მართავენ. დღეს ჩვენ იმედის პირდაპირ ეთერში ქართულ ოცნებასთან ოპონირებისთვის მოწვეული სტუმრების ვინაობას დავასახელებთ. ამ ადამიანების ნაწილმა სხვადასხვა მიზეზით თქვა უარი გადაცემაში მონაწილეობაზე, ნაწილმა საერთოდ არ გვიპასუხა. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ჩვენი მაყურებელი იმსახურებს იცოდეს, ვინ არიდებს თავს საჯარო და შინაარსობრივ დისკუსიას. ეს ჩამონათვალი უარის მიზეზების მიხედვით დავყავით. საქართველოში არ იმყოფებიან, ეს მათი მტკიცებით, ქეთი ხუციშვილი, ფონდ ღია საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი, უჩა ნანუაშვილი, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დამფუძნებელი და ყოფილი სახალხო დამცველი. არ სურს საუბარი იმედის ეთერში. კორნელი კაკაჩიას, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელს და თამარ ქაროსანიძეს, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ხელმძღვანელს. ვერ ახერხებს გადაცემაში მონაწილეობას ნონა ქურდოვანიძე, საიას ყოფილი თავმჯდომარე. დებატებზე უარია ნიკა სიმონიშვილისგანაც, რომელიც არის სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე. და ბოლოს საერთოდ არ უპასუხეს ჩვენ ზარებს და არც შეტყობინებებს. ნინო დოლიძე, სამართლიანი არჩევნების ყოფილი დირექტორი, მიხეილ ბენიძე, ასევე ისფედის ყოფილი დირექტორი, ლევან ნატროშვილი, სამართლიანი არჩევნების მოქმედი აღმასრულებელი დირექტორი, თამარ ონიანი, საიას თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძე, ორგანიზაცია დემოკრატიის მცველების ხელმძღვანელი, ლელა ცისკარიშვილი, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის გამგეობის თავმჯდომარე, საბა ბრაჭველი, სამოქალაქო საზოგადოების ფონდი, გურამ იმნაძე, სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელი. იმედის მაყურებლის წინაშე საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შანსი არ გამოიყენა არც გიორგი გახარიას პარტიამ, ორიგინალური არგუმენტით, რომ მათი დეპუტატები ამ თემებზე ისედაც ეკამათებიან პარლამენტში ქართული ოცნების წევრებს, პარლამენტის თავმჯდომარებს და სატელევიზიო ეთერი აღარ სჭირდებათ. ამ ქცევას მხოლოდ ერთი ახსნა აქვს, ისევ აქტუალურია ცნობილი სტრატეგია, მხოლოდ ლოზუნგები არ შედიან შინაარსში, რადგან ეს ხელისუფლების ველია. ანუ უფრო მარტივად დებატებში არ მონაწილეობენ, რადგან გამარჯვების იმედი არ აქვს. ღია ეთერის სტუდიაში კი დებატები მაინც შედგება.